თუმცა ღმერთს უკვე გადაეწყვიტა განკითხვის ენად ქართულის გამოცხადება. ლაზარე გამოვედ გარე. ბიბლიური სახელწოდებით და დიდი პასუხისმგებლობით გუშინ ოზურგეთის საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას გამორჩეული დღე მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა ეპოქისა და მნიშვნელოვანი ისტორიული ქარტეხილების ფონზე ფარნავაზიდან დღემდე დამსწრე ქართული ენის უნიკალურობასა და სიდიადეზე მოუთხრეს. საღამო დედაენის ჰიმნით დაიწყო, რომელსაც კამერული, ფოლკლორული და საბავშვო ფოლკლორული ანსამბლი ერთად ასრულებდა. აკადემიურ და შინაარსით დატვირთულ საღამოს სენტიმენტებსა და ხასიათს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები სცემდა. ლიტერატურული კომპოზიციის ლაზარე გამოვედ გარეთ იდეის ავტორი და ორგანიზატორი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ლალი სიჭინავა გახდათ. მასში მუნიციპალიტეტის 44 საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლე, ასევე ფოლკლორული, აკადემიური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, საბავშვო მუსიკალური სტუდიები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების კულმინაცია მრავალჟამიერი იყო, რომელიც ქართული ენისადმი სამადლობეს ნიშნავდა. დღეს მე გავიცანი ახალგაზრდები, გავიცანი ოჯახები, მშობლები, სკოლები, მასწავლებლები და ნახე მათი შესაძლებლობები და მართლა აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მიხარია და მივდივარ მშვიდი გულით, იმიტომ რომ მე ამაყება, რომ დღეს ესეთი ახალგაზრდები ყავს, რომლებსაც ესე გააზრებული აქვთ ქართული ენის სპასი, სამშობლოს სპასი, ეროვნულობა, პატრიოტიზმი და ამას ატარებენ სიამაყედ. ამიტომ მე ვილოცავ დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, ქალბატონ ვალის, რესურს ცენტრს, სკოლებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან წარმატებული ღონისძიება. ღონისძიება, რომელიც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ორგანიზებითა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ეძღვნებოდა ქართული ენის დაცვას, პოპულარიზაციას. თუმცა დღეს აქ კარგად დავინახეთ, რომ ნამდვილად არ გვაქვს დასაცავი, უბრალოდ პოპულარიზაცია გაუწიოთ, იმიტომ რომ ეს თაობა არაჩვეულებრივი არის იმისთვის, რომ ქართული ენა ასე ლამაზად აამეტყველოს, ააჟღეროს და არას ეტყვის ალბათ იმ გამოწვევებს, რაც ქართულ ენას აქვს წინ. მე უღმეს მადლობას ვეტყვი ყველა მონაწილეს, ესეთი აყოლებული ვიყავი, შეიძლება ვერ ვთქვი თითეული მათგანი და აწიგად დავუხდი ამ მადლობებს, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანის შემოქმედება მხოლოდ, აქ არის საკმაოდ დიდი გუნდი, რომელიც ამაზე მუშაობდით და თითოეულ მათგანს მე უღმეს მადლობას ვეტყვი. ჩემთვის როგორც ახალგაზრდასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქართული ღირებულებები და კულტურა ყველანაირად იყოს რაღაცნაირად გაგრძელებული და მოკლედ არ ჩაკვდეს და სულისკვეთება ჩვენში ყოველთვის იარსებოს და მე ძალიან ბედნიერი ვიყავ, როდესაც დამირეკეს და ასეთი რაღაცა შემატყობინეს, რომ მოკლედ იგეგმება ასეთი არაჩვეულებრივი დღესასწაული და მთელი განწყობით და მონდომებით და შემართებით ჩავერთვე და უმეტესი მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის რესურს ცენტრს, კონკრეტულად ლალის სიჭინავას, ოზურგეთის მერიას, ამ არაჩვეულებრივ ხალხს, სხვადასხვა სტუდიებს, მომღერლებს, მოცეკვავებს, უმეტესი მადლობა, რომ შეგვქონეთ ასეთი არაჩვეულებრივი დღე.